მოგესალმებით. ბატონო შავა, უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ მასპინძლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. თქვენი ძალიან ბევრი თითქმის ყველა ალბათ თუ რამე მოიძიება ინტერნეტში თქვენ შესახებ, სადაც თქვენ საუბრობთ, სადაც თქვენ კარ-მიდამოზეა საუბარი, თქვენ სკოლაზე ყველაფერი ნანახი მაქვს და ეს გამომდინარეობს პირველ რიგში იქედან რომ მშობელი ვარ და როგორც მშობელს მაინტერესებს ვეძებ ყველგან და ყველაფერში ინფორმაციას სწორად როგორ აღზარდო ბავშვი, მით უმეტეს დღევანდელ ერთი ბიჭის მამა ხარ, ხო? ერთი ბიჭი, კი ბატონო, დანიელი. მეორესაც ხომ ახალგაზრდა ბიჭი ხარ? აუცილებლად. ჩამოვიყვანი აქ მოვინათლოთ. ეს არის, აი მე დავათვალიერე თქვენი კარ-მიდამო ძალიან მომეწონა და გითხარით რომ მეუღლესთან და ბავშვთან ერთად აუცილებლად ჩამოვალ. და აი მეორე ბავშვიც უნდა ჩემ მეუღლესთან ერთად ვისაუბროთ ვაკ თემაზე. იმიტომ რომ აი ხო არის ხოლმე ოჯახში არის ხანდახან ეს სიტუაცია რომ აი მამას უნდა და დედას არ უნდა და აი არის ხოლმე რომ აი მინდა არ მინდა კი გინდა არ გინდა და მე რაღაცნაირად სადღაც უნდა შეთანხმდეთ, იმიტომ რომ ურთიერთშეთანხმებით წყდება ყველაფერი. მოკეთ აი იმ ფრაზით მინდა დავიწყო რომ ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება რა ზოგადად როგორც წეგანაც გითხარით რომ ჩემი სამაგიდო ფრაზაა და ვცდილობ ხოლმე რომ თუ რამე თქვათ არ მომწონს ბავშვი ვცდილობ რომ ჯერ ჩემ თავში ჩავიხედო რომ აი თქვათ იქნებ ჩემში რამე ანუ რა არის ზოგადად ეს ფრაზა საიდან მოდის აი თქვენ როდის მოგივიდათ თავში ეგეც საინტერესო აი რა ასაკში იყავით თქვენ რომ ამაზე დაიწყეთ ფიქრი და ზოგადად აი ამის შესახებ მინდა რომ ვისაუბროთ თან ჩაის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მიყვარს ჩინური ჩაის ცერემონიალი და თვითონ სუნი ჩაისა. ჩაის გაცნობა პირველად ყნოსვით იწყება და აი შეგიძლიათ. აუ რა უხერხულია რომ სხვასაც ვერ აღნოსვინდებ ჩვენს მაყურებელს. კარგი იქნება რომ კამერითაც გადადიოდეს არომატი, მაგრამ ეგ დროც მოვა. აი ეს იდეა რომ ნამდვილი აღზრდა საკუთარი თავის აზრით იწყება, რასაკვირველია და ჩემს მოხდეს უცბად არ მოხსვლია. და რომც მოგივიდეს, ცოტა გეუხერხულებ გასო რა, მე უკვე აღზრდილი ვარ, უკვე დიდი ვარ, რაღაცა უნდა ჩემი გაზრდაო. ხო. ჩვენ და საბედნიეროდ მე და ჩემი მეუღლე, იმერელი ქალი იყო, ვალერია ნიორაძე. თავიდანვე ერთი მიმართლების ადამიანები ვიყავით, ერთ საქმეში ჩავერთეთ, ამ პედაგოგურ საქმიანობაში და გაგება ბევრი გქონდა. და თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ შვილებს მაგალითი მივცეთ. ეს იყო 1962, როცა ჩვენ დავქორწინეთ, 63-ში პაატა გაგვიჩნდა და ასე, ხო და ვცდილობდით ჩვენ შვილებისთვის რაღაცა მაგალითი გვიჩნდა, მაგალითის ჩვენება როცა გინდა, უნდა შეხედო, გააქვს ეს მაგალითი რო უჩვენო. თუ არა გაქვს, რას უჩვენებ? ხო? ეს სიმშვიდე, ოჯახური სიმშვიდე, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ოჯახში სიდედრია, მათთან ცხოვრობდი. ბავშვი იზრდება პაატა, მერე ნინო გაგვიჩნდა, ხო და ჩვენ ძალიან ვცდილობდით, თურმე ძალიან ძნელი ყოფილა ამავე დროს. საკუთარი თავის აღზრდა ძალიან ძნელია. ეს არა თქვა უბრალოდ რომ მე ახლა კეთილშობილი ვხდები. ან დიდსლოვანი მინდა ვიყო. ხო, უნდა ჩამოიცილო რაღაცა. ამას უბრალოდ ვერ გააკეთებ. დაჭირდება ნებისყოფა და ძალიან დიდი ვარჯიში. რომ შენ თავი კონტროლში გყავდეს და ბოლოს გაგიჩნდება ასეთი თვისება და აღარ გინდა კონტროლი. აი ასე მე მაგალითად ჩემმა შვილებმა პრაქტიკულად გამზარდეს. იმიტომ რომ მქონდა ისეთი თვისებები, რაც ხშირად კონფლიქტებს მიჩენდა კოლეგებთან, ახლობლებთანაც კი, დედასთანაც კი კონფლიქტს მიჩენდა ხანდახან და ვერ ვეხსნებოდი მას, მაგრამ აი ბიჭი გაჩნდა და უკვე 2-3 წელს გახდა. ხო? და მაშინ მივხვდი, რამდენად საჭიროა მოთმინება და რამდენად ცუდია გაღიზიანება. მე ვიცი ახლა ძალიან კარგად თემო რომ ქართულ ოჯახთა უმრავლესობაში ვიტყვი 80%-ში გაღიზიანება როგორც ნორმაა. დაუყვირო, თითი დაუქნიო, როგორ ბედავ და სხვა ამგვარი, ხო? გაღიზიანება, რომ დედას თავისი ნორმები აქვს და როგორ თუ შვილი ამას არ ღვევს. იმას კარგი უნდა ბავშვს და როგორ თუ ბავშვმა ვერ გაიგო.
არა და ბავშვი და ვერ გაიგო, ჩვენს დიდებსაც არ გვესმის ყველაფერი და ბავშვს როგორ და მოვთხოვოთ ყველაფერი, ხო? აი ეს მოთმინების განცდა ჩვენმა შვილებმა გვასწავლეს. ასე რომ შენ პატარა ბავშვს რო ზრდი, ჩემი შვილი, ძვირფასო, არ იფიქრო რომ შენ ახარ მარტო მისი გამზრდელი თვითონ არ იზრდები, ის შენი გამზრდელი არ არის. ჩვენ ყველა ერთმანეთის მასწავლებლები ვართ, დიდების და პატარების. რა თქმა უნდა და ასე მე პატასგან დღემდე ვსწავლობ, უკვე მეჩვეული ვარ. ეს უკვე დიდია, მეც ახლა დიდზე დიდი ვარ, ხო? და დღემდე ხან სიტყვას გავიგებ, ხან მის ქცევას გავიგებ, ხო? მაგამდე სად ვიყავი? ალბათ ისაც სწავლობ ჩემგან და აი ასე მოვედეთ. ქონდა რაღაცნაირი რაც შეგვიძლია გაუგებრობა რაღაცა, მაგრამ იმან არ გადაგცალა. ამრიგად აი კანონი თუ იცხოვრებს ოჯახი რომ საკუთარი თავის საზრდა ეს პირველად ამოცანაა შვილების გაზრდაში, არც ერთი არ დაკარგავს არაფერს. არც მშობელი, არც ბავშვი და არც ის, ვისთანაც მე ურთიერთობა მიყალიბდება და მაქვს და ვისთანაც ბავშვი შევა ურთიერთობაში. არავინ არაფერს ვკარგავთ. მაგრამ გაღიზიანებას და ნერვულობაში ორივე მხარე ვკარგავთ. რა გვიდა ჩვენ? აი თოთო ბავშვი გყავს, ხო? პატარაა ჯერ. არ ეყურება რაღაცეები. და რა კი არ ეყურება, გაუბრაზდი ამის გამო, არ ეყურება ნორმა ეს მისთვის. ხო? მაგრამ აბა ნახე 25-ისა რო გახდება, 27-ისა, 32-ისა, ხო? და თუ ახლავე მე ჩემს მშვენიერ ნიმუშებს მივცემ, ესე იგი ვცხოვრობ ცოლთან სიყვარულით, სიძეს ვეფერები, ხო? მიყვარს საერთოდ ცხოვრება მთლიანად, სამუშაოს პასუხისმგებლობით ვეკიდები, ის უყურებს ყველაფერ ამას, ესმის ეს და მე აღარ ვჭირდება თითი უხნიო და დავარიგო. ასე და ისე მეთქი, იმიტომ რომ ეს უფრო დიდი გამზრდელია ბავშვისა, ვიდრე ჩვენი თუნდაც აი კოლექტიური დარიგებანი. ხო? აი ეს კანონი ასეთია. konkret მაგალითზე უფრო კარგად სწავლობს ბავშვი, თქვა, ვიდრე რჩევა დარიგებაზე. ერთი მაგალითი 1000 სიტყვას გადაწონის. აი წეგანა ეს პირველი წყალი, რომელიც დავასხით ჩაის. დავასხით ჩაის ფიგურებს ეგრეთ წოდებულს, რომ აი მადლიერების ნიშნად, რომ ყველაფერი ისე არის, როგორც არის. რამდენად დიდი როლი აქვს ზოგადად მადლიერებას ცხოვრებაში და როგორ უნდა ჩავნერგოთ ბავშვი ეს მადლიერების განცდა. საერთოდ ჩაიამოსოს ჩაის შეგიძლია შეიძლება ხო? თან უსუნებ. მიყვარს. აი რა გაისუნია. მართლაც რატო ისხამთ დიჭიქებში ჩაის და გვიჭრავს ასე და წინ ყველი პური რაღაც უნდა გეწყოს და ეს უფრო კულინარიული ამბავია ჩაის და ეს ცოტა ეს ფილოსოფიაში გადადის კი ბატონო. კეთილშობილება ძალიან დიდი თვისება ადამიანისა. ბევრი რამ არის, რაც ჩვენს თვისებად უნდა იქცეს და ერთი მადლიერება და კეთილშობილება. ჩვენ ძალიან დავალებულები ვართ სამყაროსგან, ბუნებისგან, სამშობლოსგან, ხალხისგან, ახლობად ნაცნობ და რასაკვირველია მშობლებისგანაც. ვალი გვაქვს აღები და ეთქოს და გამოგვაქვს ბანკიდან და სულ ვალში ვართ. რასაკვირველია ჩვენ ამ ვალს არავინ არ აღთხოვს. მაგრამ მე უნდა ვთხოვო ჩემს თავს თვითონ, რომ უნდა გადავიხადო ვალი. ხო? აი აქედან გავაბნიარე კეთილშობილება ამ ვალის გადახდის აი ესე თანდათანობით მცდელობაა. მე ჩემ მშობელს ვალს ვერ გადავუხდი. ნათქვამია რაც არ უნდა ხელის გულზე ერბოკერცი მოიწვავო, მშობლის ამაქვს ვერ გადაიხდიო. არა, ვერ გადავიხდი, მაგრამ აი შენთან გადავიხდი ამას. ხო? შვილთან გადავიხდი. იმას ისე გავზრდი, ან იმას გავუკეთებ, ისე მოვეპყრი, მეზობელთან გადავიხდი. ამ ვალს. იმიტომ რომ მან დამარიგა, შვილო, ყველა გიყვარდისო და აი ეს დარიგება, რასაც მე ცხოვრებაში გავატარებ, მადლიერების განცდის გარეშე დავიკარგებით. ნუ ხარც ქართველობას დაიბრალებ. თუ მადლიერი არ ახარ, სამშობლოსი, მასწავლებლისა, ცხოვრებისა, მშობლისა, უფლისა, თუ მადლიერი არ ახარ, გარიყული ხარ. ხომ და თუ მადლიერი არ ახარ, ყველასთვის მისაღები ხდები თუ მადლიერი ხარ.
ამრიგად, როგორ გავზაროთ ეს ბავშვი? ისევ ერთადერთი გამოსავალია იცი. შეიძლება დაარიგო, რომ შვილო, მადლიერება ესეთი რაღაცაა. მოდი რა არ შევირცხნოთ თავი. როგორც ერთხელ მამაჩემ მითხრა, რომ არ მოწიო შვილო სიგარეტიო და დაუჯერე. შეიძლება ეს გულისხმიერი საუბარი გავმართო, შვილო, იცი რა არის ჩვენი ცხოვრება? აბა დაჯექი რა გითხრა? აი როცა მადლიერები ვართ, აგეთები ვხდებით და ხალხი ასეთია ჩვენს მიმართ. როგორ მოიქცეთ მე და შენ? ეს ერთი გზაა. და უფრო მნიშვნელოვანი, როცა შვილი მიიღუროს, როგორ მე თვითონ ვარ მადლიერი, ცოლის მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ ჩემი საქმისა სამშობლოსი. მადლიერი ვარ ჩემი ერისა ხალხს, ამას ვლაპარაკობ, ვაჩვენებ, ხო? გზნო პასუხისმგებლობას ყველას მიერ და ბავშვი მიიღუროს, ან რას ვლაპარაკობ, ან რას მოქმედებ. აი ეს არის ყველაზე უშუალო უტყუარი პედაგოგიკა. აი თუნდაც მაგალითად რომ ყოველ დღე თქვა პირადად ჩემი მაგალითი რომ თქვა რომ გავიღვიძებ და გამოვალ ოთახში სადაც მეუღლეც არის ბავშვიც არის და თქვა რომ აი მადლობა ღმერთო დღევანდელი დღისთვის სიტყვაზე. მადლობა შენს ხატთან მიდექი თუ გაქვს ხატი ხო და დაინახავს ბავშვი რომ ეხლა მამას ხელი არ უნდა შეუშალო, უნდა ჩუმად გავიარო. ხო? იმიტომ რომ უფალთან არის, მაგრამ რას აკეთებს მამა? მადლიერია სამყაროში, ხო? და უნდა რომ რაღაცნაირად ვინმე საცნობს, მადლიერი ეგეთი მინდა ვიყო და ვარ. აი ამისი ხედვა უფრო მეტია, ვიდრე ბავშვი მოიყვანოს და მოდი უნდა ვილოცოთ ახლა. აბა დადექი ჩემთან არ ექნება მას მადლი და მადლიერება, ხო? აი რაც მეც უჩვენებ, ჯერტი მე თვითონ ხო კეთილშობილდები. ბავშვმა დაინახა როგორი მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის ამ ზრუნველი ხელების, აი როგორი რა მომიზადა, როგორი ყურადღებითა, როგორ მომეფერ და მეც ამას ვემადლიერები. არ უნდა გწონდოდეს ამისი. თითქოს და ხანდახან აი 15 წელიწადი ერთად ვარ და გინდა 100 წელიწადი ერთყავით ერთად. მადლიერები სულ უნდა იყო და უფრო მეტად რა წლები გადის. უფრო მეტად ვიდრე რომ სწავლობ ამ მადლიერების სიბრძნეს, ხო, მუღამს. ხედავ ამ მადლიერების სიმდიდრეს, მას ეს მადლიერებისაგან დავიცალოთ და უფრო უხეში გავხდე მეუღლის მიმართ, რადგანაც არა პირიქით ხალხის მიმართ მადლიერება უნდა ძლიერდებოდეს და არავითარ უნდა ლამაზდებოდეს კიდევ და არ უნდა უშნოვდებოდეს. იმიტომ რომ სილამაზე უყარს ყველაფერს. აი თუ მე და შენ ამას უჩვენებთ ერთმანეთსაც, ხო? არა აუცილებელი ბავშვი გვერდით გვედგეს. ხო? იმიტომ რომ ასეთი მამა რო ხდები, ბავშვი ყნოსითაც გრძნობს უკვე მე. მე შვილთან გამოდინდება, თუ ასეთი ცხოვრება გვექნება, რასაკვირველია, საქართველოს ძალიან სჭირდება მადლიერი ხალხი. ძალიან სჭირდება, აი დღესაც სჭირდება, ხვალეს დასჭირდება. რაც არ და ბედნიერი დღეები დავიდგეს, კიდევ უფრო მეტად დაგჭირდება და ამას აზრდა უნდა. ჩვილობიდან უნდა აზრდა. ალბათ პირველ რიგში თუ არ ხარ მადლიერი იმის რაც გაქვს, შესაბამისად უკვე მომავალში რა იქნება? აი უკვე მადლიერი და ახლა მეორე სიტყვა მოვთნახოთ და შეგზაროს უკვე უმადური. რო გეტყვის ვიღაცა რა უმადური ვიღაცა ხარო, მეტი გინდა რა გინდა, ღმერთ ჩამოგაცილა. და არავინ არ უნდა შენიშნოს, ვერ უნდა დაინახოს ჩემში უმადურობა. ვერ უნდა დაინახოს. რაცო უხეში ანდაზებიცაა გამოგვენებული არ მინდა გავიმეორო კახეთში. ვირზე იტყვიან ხოლმე, ხომ? უმადური კაცად არ ვარგა. ქალადაც არ ვარგა. ხო? მადლიერი ამაყია, მადლიერი თავისუფალია. მადლიერს სხვები ყავს მომადლიერებული. ხო? ამიტომ ძლიერია მათთან. მადლიერი. ეხლა განა არჩევა გვჭირდება, მადლიერები ვიყოთ, უმადურნი ვიყოთ. ამრიგად ბავშვი კი არ უნდა გახდეს მადლიერი. იყავი მადლიერი და გაგიხდება მადლიერი. დიდი მადლობა, ესეთი ამომწურავი პასუხი იყო, მოკლედ. გადავიდეთ სკოლაზე, მოკლედ, ძალიან ალბათ ეს მინდა რომ ეს ვიდეო ასევე ყველა მშობელს, ვისაც რაღაცა თქვათ, აინტერესებს ბავშვის აღზრდაში, რაღაც გამოადგეს უყუროს იმის გარდა რომ საინტერესოდ საუბრობთ, ყველასთვის გამოსადეგი იყოს სხვებისთვისაც. ამ მშობლებს გულისხმობ. ანუ აი პირადად ჩემი მაგალითზე და ალბათ ბევრი მშობელია ეგეთი და მე თვითონაც ბავშვობაში ეგრე ვიყავი, რომ აი სკოლაში წასვლა არ მინდოდა მოკლედ.
არ მინდა ეს სკოლაში წასვლა, მეც მახსოვს ჩემი ბავშვობა ეხა და ჩემ შვილსაც დიდად გითხრათ რომ უხარია სკოლაში წასვლა თქო, მოგატყუებთ. და ანუ აი რა ვშვებით ამ დროს მშობლები, როგორ ვიქცევით. ანუ არ უნდა ბავშვი სკოლაში ხან ტირის არ მინდა ხან ისა, ეხა მაგ დროს აი წეღანო საუბრობდით იმაზე რომ შეიძლება გთხოვ და ჩაი. რა თქმა უნდა. რამდენჯერაც დამიდგავთ, იმდენჯერ დაგისხავთ. ხო. სანამ არ ამოატრიალებთ. ხშირად მოგიწევ. სანამ არ ამოატრიალებთ. აი ჯერთ მოდი აბა ის რა სიტყვა სკოლა ვნახოთ რა არის. დიახ. მე მგონი შეიძლება შენც არ იცოდე ეს სიტყვა. საიდან მოდის ეს სიტყვა და რას ნიშნავს? იმიტომ რომ ყველა სიტყვა პროგრამაა ჩვენი ცხოვრებისა. აი რომ ეს გინდა აიღო სიყვარული, მეგობრობა, მადლიერება, შეიძლება პროგრამები აწყვია, ხო, როგორ და იცხოვრო. ან როგორ არ უნდა იცხოვრო. სკოლა სანსკრიტული სიტყვა და სკალე, ეგრე ჟღერს. ესე ქართულ სიტყვასთან ახლოს არის. სკოლა, სკალე, სკვალე. ხო და თარგმანში ნიშნავს კიბეს, რომელზედაც სული მიიმართება. აი, კიბია ის კი არა რომელიც აღერმითას სართულებზე ავდივართ. სულის კიბია. გამიგედა ბავშვი ამ სულის კიბეზე ადის მაღლა. საერთოდ პედაგოგიკის საგანი არის ბავშვის სულის აღზრდა და არა ფიზიკის სწავლა. რაც არ უნდა ასწავლო, სულთან უნდა მიიყვანო. ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა სულთან უნდა მიიყვანო ბავშვი. აი ეს არის სკოლა. და ჩვენ კიდევ შენობებს ვახერხებთ სკოლას, პირველი სკოლა, მეხუთე სკოლა და ასე, ხო? ამრიგად შეცდომა მოგვდის იმაში, რომ თითქოს და ბავშვი მიყვავს სკოლაში. ხო და ეს სკოლა შენობაა. ფაქტურად სკოლა არის კიბე. ეხლა ეს კიბე სად უნდა მოვძებნოთ? და შეეშია კიბე, მამა არა ხარ? შვილი არა ყავს? ხო კიდე ის გაზარდო. მაგრამ ამ გაზრდაში რას გულისხმობ? რაღაცა ხო უნდა იგულისხმო, არა მთავარი რომ აი ღერძი ამ გაზრდაში, ხო? ღერძი. და იმ ღერძს უნდა მიუმორჩილო მე ყველაფერი. გავზარდო ორი იტყვი. შეიძლება გაზარდო მტრად ვიღაცეებისთვის, შეიძლება გაზარდო ბოროტული ზრახვებისთვის. გაზრდა დაერქმევა, მაგრამ ის არ უნდა მოკდარიყო. მასწავლებელი, ეს კიბე შენშია, მამაში, დედაშია და შენ ახარ სკოლა. არ მამა გქვია. მასწავლებელია სკოლა, მაგრამ მასწავლებელი გქვია. სკოლა შენობა, ეს შენობა. სხვა სიტყვა ვერ მონახე და დავარქვით სკოლა და ერქვას. მაგრამ მე ხომ დავიცოდე რომ მე ვარ სკოლა. აი თუ აქედან გამოვალთ, გავიგებთ რატომ არ უხარია ბავშვს სკოლაში მისვლა. შენობაში მიდის და იმიტომ არ უხარია. არა, მაგრამ ამ შენობაში თუ მასწავლებელი დახვდება, რომელიც შენობასაც და ყველაფერს შეძლო გაუღიმევს, ხო? გაუხარდება, ხეს ჩამოართმევს, მიიხუტებს, რაღაცას ეტყვის, ჩაუჩურჩულებს, ხო? მამობას თუ დედობას გაუწევს, ის აი ეს ამ სიტყვით თუ მოეპყრობა, შენი ბავშვი სირბილით წავა იქ. არ გაგიჩერდება სახლში. ასე არ იყო ჩვენს პირველ ექსკურსიულ სკოლაში? ეგაც სკოლა იყო. არა 60-იან, 70-იან წლებში ბავშვები აი მორბიან, ვინ დაიგვენებს? განა იმიტომ რომ არ დაიგვენო, ეუბნებათ, მასწავლებელი გავაღიმეთ. მასწავლებელს ბავშვი შევაყარეთ. მასწავლებელი ბავშვის სულს დაუმორჩილეთ. ხო, სული გავხადეთ ხერხემლად, არა ამ პროგრამების ათვისება და წერა კითხვა. უნდა ისწავლონ ესენი. ხო, მაგრამ ამების სწავლებაში არის ისეთი იცი მეთოდები, რომ ბავშვის სულს ეთამაშები და იმას ეს უხარია, სულთან თამაში უხარია. ამიტომ უნდა შენთან ყოფნა, იმიტომ რომ სხვაგან ეს არ არის. რა მნიშვნელობა ამ შენობაში თუ იმ შენობაში? სადაც მასწავლებელი იქნება, ამ კიბით სკოლა იქ არის. გამიგე, ეხლა თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უხარია და შენც არც მე მიხაროდა, მე ერთი მასწავლებლის გამო მიხაროდა მარტო სკოლა, ვარვარო ვარდიაში და სულ ვახსენებ მას და იმის სულს ყოველდღე ვეთაყვანები ჩემს ლოცვებში. ხო? დანარჩენი მასწავლებლები ჩემს ან ქაჯები იყვნენ, ან აი სულის დამანგრევლები რა, რომლებიც ორიანი და არ გაგუშვებ წინ და დარჩები და აბა დედა მომიყვანი და სხვა ამგვარი. ხო? ბავშვს ამ ადამიანთან შეხვედრა არ უნდა. ადამიანი რომელიც შევაკლაშდეთ, აბა ადეკით, აბა დასხეთ, საშენდაოლება მოიღეთ.
აბა პირველი, აბა მეორე წამიკითხე, ვინ გამოგიძახოთ ახლა, ყურადღებით მისვენეთ და ბავშვი სულს არც ერთი რაღაცა პატარა ცინცხალითაც არ შევეხე. არადის ამას ელოდება. ამის გავნე უნდა. ღიმილი უნდა შენგან, კეთილი ღიმილი. იმედი უნდა შენგან, რომ მე ვერ ავწერ, ხომ და შენ იმედი მომეც რომ დავწერ. ხო? არ მეყურებ მათემატიკა, ხო, მერვე კლასში ვარ. იმედი მომეც რომ შენ მიაქ შენთან რისთვის ვარ. აქა ვარ შენ ნუ გეშენია მათემატიკა შენ კი არ მათემატიკას უყვარხარ შენ უკვე. აი ესეთი ურთიერთობა რო არა გვაქვს სკოლაში, ადამიანური ურთიერთობა, ეს აკლია სკოლას ძალიან, ხო? სულიერება აკლია. ბავშვს მისვლა არ უნდა სკოლაში. თუ ერთი მასწავლებელი მონახა ასეთი მაინც ივლის სკოლაში. შეიძლება სხვები გააცნოს, იმას არ გააცდენს. ხო? ეხლა რა უშველო ჩვენ ამ მასწავლებლებს? სკოლა არაა შენობა. გინდა ინგლისური ასწავლე გაძლიერებით, გინდა მათემატიკა და კამაროვის სკოლა ეძახე თუ რა ვიცი ახლა რა ქვია, არ ვიცი. რაც არ უნდა დაარქვა, სკოლა არ არის სკოლა, მასწავლებელია სკოლა. და თუ მასწავლებელი არ შეიცვლება, ბავშვს სკოლა არ შეუყვარდება. ყოველთვის ფეხათრეული წავა იქა. უნდა მიიყვანო ძალით, უნდა ეხვეწო, უნდა დასვა, უნდა დააშინო ნიშნებით, თუ ქულებით, ხო? და რადგან ასე დაშინებული ბავშვი და ასე გაზრდილი. ამიტომ საშუალო სკოლიდან ბევრ ბავშვს, რასაკვირველია არიან ქართველი მასწავლებლების ერთი მშვენიერი წყება. ის რო არ ყოფილიყოს ეს და გააწყდება ყველაფერი. მასწავლებლების ერთი წყება ცოტაა ისინი. მაგრამ იმათ მიყავთ სინდისი და ნამუსი სკოლისა მათზია და ვენაცვალოთ ასეთ მასწავლებლებს, ხო? ვენაცვალოთ, მაგრამ ბევრი მასწავლებელი ასწავლის და გაკვეთილებს ააძელებს, კი არ გააჩუქებს გაკვეთის. გაკვეთილებს ატარებს. ხო? გასაგებია. ხო, ასეთ პირობებში არ გაუხარდება. მას სად არის ჩვენი პრობლემა? ნათქვამია, სადაც კარგი მასწავლებელია, იქ კარგი მოსწავლეები არიანო. აბა შევაბრუნოთ. სადაც ცუდი მასწავლებელია, ხო, გასაგებია. ანუ უნდა ვეძებოთ მასწავლებელი რა. მასწავლებელი უნდა ეცებოდ, უნდა მიხვიდე, მასწავლებელი უთხრა, შენი ჭირიმე, ქალბატონო, აი შენ თაიგული. ხო, იმიტომ რომ შენთან მომყავს ბავშვი. და შენ და გამომიჩორკნე ის ადამიანად. მოეკეცი რა სითბოთი, ჩემ შვილს მაინც. თუ არა ყოფნის ყველასთვის ექსპოზიტო. გავუკეთე რა, თორე ბავშვი აგერ აღარ უნდა შენთან მოსვლა. მოეფერე მას. ხედი გადაუსვი, უჩურჩული რაღაცა. არ ვიცი 1000 წესია ამისათვის. გასაგებია, გავითვალისწინებ აუცილებლად. კი. მიდი მასწავლებელთან, იმასთანაც ჩაატარ ეს საუბრები, რა გემართება ადამიანო. ამდენი ბავშვი მოდის, შენგან და საქართველოს შეიქმნას. ხო? 60-იანი წლები გვიახლოვდება, ეს ბავშვები ახლა აქას ხედან. რა გემართება შენაგაც? მათრაღით ვყაროთ ბავშვების სკოლისაკენ თუ ვერ უნდა ვიჭერდეთ ისე მორბოდნენ. თან მით უმეტეს არის ბევრი სკოლა, როცა პლუს მაგას მშობელი ფულს იხდის თან ამ სკოლაში. თან ფულს იხდის და თან ბავშვს არ უხარია წასვლა, ანუ კიდე პლუს ემატება ასეთია. მას სკოლა ადამიანია სკოლა. სკვალე. ანუ სულიერებასთან მივდივართ, მას მე მგონი ვფიქრობ, რომ მარტო სკოლაში კი არა, ზოგადად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულიერების უფრო მაღალი დონე თუ იქნება. საერთოდ სკოლა სახელის და მთელი მისი შინაარსიც სულის აღზრდისას არის გაჩენილი. სული არაა სათამაშო რაღაცა, ანდა არარსებული რაღაცა გამოგონებული. ის მართლა არის. აი ჩემს ხელებს, ჩემს ხმას, ჩემს აზრებს სული ამოძრაებს. მაგრამ სხეული ინსტრუმენტია ამ ჩემის სულისა. ხო? თუ მე სხეულს გადავყვები, მაშინ უნდა დავსვეს ბედაში და ვიმღეროთ, მას ვიმაჭამე მალხინევო და ვაჭახუნოთ ეს ჭიქები, ხო? და სული სადაც დაიკარგვა, ვიძე წადი თქვენ კაც ხალხით არ ვარგიხართ არცაკ და არცი გამოდგებითო. ხო, მარსინაზე ხო თქვეს, აქაც კაი კაცი იყო, იქაც. ხო, იქ არ დაგვადგება ესა. მაგრამ თუ ჩვენ სული წამოწიეთ წინ როგორც ჩვენი ცხოვრების საყრდენი, არა, მაშინ აი ეს ჩაის სმა სხვანაირი გვექნება, იცი? აი საუბარი სხვანაირი მიდის. სკოლა საკლია სულიერება. სკოლა საკლია
იცი როგორ რელიგიურობა? მშვიდი რელიგიურობა. ფანატური კი არა. მშვიდი შეიძლება არც ლაპარაკო ღმერთზე და ქრისტეზე და სხვაზე. ხმაც არ მოიღო. მაგრამ გულში გიზის ერთის და ცოცხალი ცაც და ყველაფერი და ვზივარ და ის მყავს გულში. ამიტომ ესე თვალებით გიყურებ. ის თუ გამექცევა, ასე თვალის შემოხედა, ცოტა ეჭვი გამეჩნდება. ახლა რა უნდა ამ კაცს შემგან რა შემე? ხო, სულიერება აკლია სკოლას. და ამისთვის არის სკოლა გაჩენი მთელი კლასიკა, გოგებაშვილი ჩვენთან, პესტალოცი, კვინტილიანე, სუხობლისკი და სხვები სულზე ლაპარაკობენ სულ. ჭეშმარიტი ერთ კლასიკოს აქვს თქვები, ჭეშმარიტი ჰუმანური პედაგოგიკა ბავშვის სულის აზრდაში მდგომარეობს. ვინც იტყვის რომ ჰუმანური ვარო, ისიც თქვას ფიზიკას სასწავლის თუ სულს სასწავლის ფიზიკის მეშვეობით. იცი რაღაც მინდა კითხოთ, ეხლა საუბრობ თქვენი ჰუმანური პედაგოგიკა საბჭოთა ეპოქაში დაიწყეს. როგორ დაიწყეთ? როგორ მოგცეს მაშინ მაგის? მე თვითონ საბჭოთა კავშირში ვერ მოვესწარი, მაგრამ ეხლა რასაც ყვებიან გადმოცემით ვიცი რომ თქვათ ყველას ერთნაირი დასაცმელი უნდა უბრალოდ ერთნაირი და ანუ რაც საბჭოთა კავშირში იყიდებოდა თქვათ ისეთი თქვათ რაცა სახლის სიმაღლე არ შეიძლება რაღაცაზე ზემოთ ყოფილიყო თქვათ საბჭოთა კავშირის დროს და საიდან მოიპოვეთ ამის უფლება რომ ესეთი ექსპერიმენტული სკოლა და მეთოდიკა დაგენერგათ? როგორ მოხდა ეგ ამბავი? სულ მაინტერესებდა ეხლა უცებ მოიტანა საუბარი მას. საინტერესო ხდება როცა ამას უკვირდები და ვაანალიზებ წარსულს, იმიტომ რომ ეს უნდა ვიცოდე მართლაც რა მომიყვანა აქამდე რომ სხვასაც უთხრა. არა პარტიას თბილისში იყო არალეგალური სტამპა. სადაც როგორც ამბობდნენავლაბარში. ეხლა არ ვიცი კიდია მუზეუმი იქა თუ არა. ჭაშია და უნდა ჩაყვიდე და მე მინახავს ვიდეოები მინახავს ხო და ბავშვები მიყვავდა ხოლმე იქა და მეც წამიყვანეს მაჩვენეს. არალეგალური სადაც საიდუმლოდ იბეჭდებოდა მე გამოვიყენე პარტიის ეს მეთოდი. არალეგალური და შექმნი არალეგალური პედაგოგიკა. აი სკოლა მაქვს მასწავლებლები მომზადებული მიყვანან. იმათ ვერჩუჩის სკოლაში ვერ შეხვალ 100 მოეკეცი. როცა მოვა ვინმე დამკვირვებელი თუ კონტროლერი შევცვლით ამ სტილს და იტყვება არაფერი არ არის აქაო. და მიდიან. ბევრი მოსულა. ჩვენთან და რა მე ნოვატორობა რა ხდება აქა. რათ არის ამდენი გნიასი. იმიტომ რომ ვერ პოულობდნენ ფაქტს. ხო? წავიდოდნენ და ისო ძველი დაიწყებოდა. არალეგალ ეს ერთია. ჭკვიანი მასწავლებელი თუ ვიღაცა აძალებს რაღაც ანუ უშლის შემოქმედებას, რას იზამს იცი აი მოკეთავს საკლაუსო ოთახის კარებს და 45 წუთში ვინ მოასწროს რომ შეუვარდეს. ხო? გაუღვევებს ბავშვს სულსაც, გულსაც, სიყვარულსაც. და ვიდრე შემოწმებელი მოვა, მე უკვე ჩემი გავაკეთე. თავრობას მივეცი რაღაცნაირი ეს სტანდარტული ცოდნები, რომ ბავშვს სული მივეცი. აი ესეთი შრომა არის ჩვენ ეს შემოვიღეთ. ერთი ეს რომ არალეგალური მუშაობა, ხო? მეორე ისაც იყო რომ ხო უნდა გვებეჭდა წიგნები და რაღაცეები, უკვე ლეგალური იყო ესა. სახელმწიფოებში ხალხ ყველა ჩაიხედო და იტყოდა კაცო ეს რა ლექსებია, ეს რა მოთხრობებია, ხო? ეს რა მათემატიკა იტყოდნენ, რა არის ამოცანები ესენი. ყიდვა გაყიდვაზე რო არ არის, ეხლანდელი მაგალითად სახელმწიფოები როგორ არის, იცით? აი თითქოს მარტო ლარები გვიჭირავს, ჯიბეში გვიწვია და ვყიდით და ვყიდულობ და რამდენი გაყიდეთ, რამდენი მივიღეთ, რამდენი დარჩა, რომ ვაჭრებს ავზრდით. აი ასე ვცვლიდე და იყო ხალხი, რომელიც რისკავდა, რომ ჩვენთვის ეს აღზევი დაებეჭდა თავლეთის გარეშე, ცენზურის გარეშე. ხო, აი ეს მეორე წესი, რა კარგად ეს მოლაჩინური ხო, ცერემონია ეგა. ეს ვიბრაციები. რაღაცა ესმის თითქოს, ხო? ჩაი გვაერთიანებს. სულიერი აქტი ჩაიდინე ახლა შენ. ხო, ვიღაცა გეტყვი რას თამაშობ ახლა და ახახუნებ იმაზე, ხო, მართლაც რა არის ესა? დიახ. ხო. მე დავდგე ჩემი ჭიქა. ხო, ცხელჩაის დაგისხავთ. აი ასე მოვდიოდით. და ერთგული ვიყავით ჩვენი აზრსა და მთავარი იდეას უმალავდით. არ უჟღავდებდით. მაგრამ მოხდა ასეთი რამ, დიდი კომისია მოვიდა და ჩვენი ბედი წყდებოდა. დიახ. მოგსპობენ თუ დაგვტოვებენ. ეს
პარტიის ცენტრალური კომიტეტის კომისია და იკვლევს პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, ამ სკოლის ხელმძღვანელობას და მე ვიყავი მეცნიერი ხელმძღვანელი სკოლისა. ხო? მოდის ეს კომისია და ყველა დაყარაულებულია, რომ ახლა რაღაც უნდა აღმოვაჩინო, პარტიამ დაავალათ ეს. და მე დამიძახა ცეკას მდივანმა. მაშინ ის მდივანი მე განათლების მინისტრიც გახდა, არ მინდა სახელი ვახსენო მისი, ხო? თვითონ კაი კაცი იყო. დამიძახა და მეუბნება, რომ აი ახლა კომისია მოვიდა, მე მითხარი მაინც რა გინდა შენ ამ ბავშვებისაგანო? მე უთხარი სახელს არ ვამბობ, ბატონო, მართალი გითხრათ მეთქი თუ ისა ვთქვა, რომ თავი დავიცვა. მართალი უნდა მითხრა. მე რომ მე ამით დავისაჯო მე და ჩემი ამხანაგები, ვინც ამას ვაკეთებ, სიტყვაზე ვარ დაიჯებითო. მაშინ ავდექ და უთხარი ჩვენს გაზრდილ ბავშვებს ეს ცხოვრება არ მოეწონებათ მეთქი. უთქვა და აღვამაპირი. შენ ბევრი მეგდომებიაო. მართალი იყო. აი ჩვენი პირველი ესაკუთრების სკოლის ბავშვები 9 აპრილის დემონსტრაციების მონაწილეები იყვნენ. იქ ყავდა ისინი იქ. განამიტომ რომ ბავშვები გაგოგაჟებდნენ იქ მაშინ სხვა დრო იყო. სხვა დრო იყო საქართველოს თავისუფლებას ვიცავდით მაშინ. 9 აპრილის ამბები გახსოვებათ ალბათ. გაგებული გექნებათ რა. არ მოეწონება მეთქი ეს ცხოვრება ჩვენს ბავშვებს. და არც მოეწონათ. მთელი ჩვენი გაზრდილი თაობა როგორია 60-იანი წლებიდან ამ თაობას ვზრდიდით და დადგა 80-იანი წლები. ისინი უკვე ცხოვრებაში გამოვიდნენ. ხო? მეცნიერები გახდნენ, კულტურის მოღვაწეები გახდნენ, დედები, მამები გახდნენ. ხელისუფლება აიღეს ხელში და ის თაობა იდგა ჩვენი გამოზრდილი თაობა. ეს ექსპერიმენტი ხომ საქართველოს 2/3 სკოლაში ტარდებოდა. არა? არ მოეწონა. ჩვენს თაობას ეს. მე რაღაცა ესეთი მცირე წვლილი მაქვს შეტანილი, მან გადაწყვიტა ყველაფერი. მაგრამ აი ასეთ მაზრდა და ჩემი დაწყებული თუ ჩემი ხელმძღვანელის თუ ჩემი კოლეგების და მე ეს ასობით მასწავლებელი, რომელიც შემოგვერთა, გამოიწვია 9 აპრილის ერთ-ერთი ნაპერწკალი მაინც. ხო? აი ასე მოვდიოდით იმ დროს და მალავდით იდეას. მე გავიდა ხანი და შევარდნაძე მოვიდა. მე არ მინდა მასზე ცუდი რამე ვთქვა, იმიტომ რომ მან ჩვენ დაგვიცვა ძალიან. და თქვა ამბიც ხელი არ ახლოთო. ეს მე ვიყავი ის ბიჭი. და მაშინ გავლაღდით ამ საქმეში. თუმცა ქართველები უფრო გვესხმოდნენ, ვიდრე არაქართველები. შინაურდესო. შენდობა არა აქვსო. და ქართველებს რა უნდათ ეგ მაინტერესებს, რა ბრალდებებით გესხმოდნენ? რო გითხრა მართალი, ისეთი ბრალდებები იყო, რომ რო გითხრა გეწინება კიდეც. ჩვენ ვარღვევდით ცეკას დადგენილებას. გასაგებია, ხო? ჩვენი ესეთი პარტიული მოღვაწენი როგორ თვითო ფაქტიურად არღო თუ არ არღო, ჩვენი სათქვი რა კაცო, ეს კარგია თუ არა, ნიშანს არ წერთ ბავშვებს, არ უწერთ. კარგია ესა თუ ცუდია. ეს ვიყავი თორემ ცეკამ დაადგინა თუ ვინ დაადგინა, ამას თავი დაანებე. ცეკამ ბევრი რამე ცუდი დაადგინა. არღო ცეკას დაიგება და რა თქმა უნდა, იმ 60-იან წლებში ცეკას ნების დარღვევა საშიში იყო. და გვაძლევდნენ ამით. მაგრამ ეს იყო ხანდახან პირადული ბრძოლა, შურიც იყო აქ. გასაგებია. ბევრი რამე იყო, ვიღაცა ავტორობას კარგავდა, ვიღაცა გავლენებს კარგავდა სახელმწიფოების ავტორი იყო სახელმწიფოების და აღარ ხდება ავტორი. წინდათ ესა. ხო? და ჩვენ კიდევ უფრო იდეა გვინდოდა შესულიყო და არავისთვის არაფერს წართმევა. აი ასე ეს იდეა მაინც შედგა, იმიტომ რომ გოგებაშვილის ქვეყანაში ვცხოვრობთ. გოგებაშვილი აი ია კი არ არის. გოგებაშვილი ის არის, რაც მას აი ია აღმოაჩენინა. თორე ცოცხალი არ ყოფილიყო. მეორე დედანი გვექნებოდა დღეს ზეგლად დადგმოდა, რომელშიც სხვა სიტყვები იქნებოდა დაწერილი. იმიტომ ის მოძრაობა იყო და რა გაჩერებული აი სტოპზე რო დააყენება რა, აი ია და გათავდა. ხო, აი ამ იდეას ვიცავდი, ეს გოგებაშვილის იდეა, ეს მთელი კლასიკების იდეა და მთელი ნატურა ჰუმანური. საერთოდ რა არის ჰუმანურობა, იცი თემო?
თქვენთან მოვედი ამაზე სასაუბრად ზუსტად. მოდი ესაც ვთქვათ, კარგი? მაგიტო ვარ თქვენთან. შენ ძალიან კეთილი მსმენელები ყავს ალბათ. ხო და ესაც იცოდნენ, ვინც არის ის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა თითქოს და ჰუმანურები ვართ. აბა გააჩერე ვინმე. ხო, ბრაზიანი ადამიანი შენ ჰუმანური გეთ, აბა რა ვარო, გასო ჰუმანური ვარ. კეთილი ვარ, გულისხმიერი ვარ, არაფერი მშურს, მეტი რა ჰუმანური. ხო. მე არ ვარ სანსკრიტოლოგი, მაგრამ ჩემს პროფესიას იქიდან ხანდახან ვიცნობ ხოლმე და უმენ თარგმანში ნიშნავს მოკვდავი ადამიანი, რომელიც თავის თავში უკვდავების მაძიებელია. ანდა უმენ ის არის, ვინც თავის თავში ღმერთს ეძებს. ხო? ანდა მესამე უმენ ის არის, ვინც თავის გამოცანას ვინა ვარ. აი გურამიშვილი ვარო თქვა, ხო? ხმაწემლა უნდა იცოდეს საცუდად თავისადაო, ვინ არის სიდა მოსულა, სად არის წავა სადაო. ხო? თუ ხანდახან ეგეთ რაღაცებს ჩაუფრთხილდებით ხოლმე მართლა ვინა ვარ კაცო, აი სარკეში უყურება გებ შენერი ახალგაზრდა კაცი ხარ, წვერი გიხდება ხომ? კითხ მართლაც და ვინა ვარ მე კაცო? აი ეს რო ესეთი რო ვარ, ვინა ვარ მე? მე ცოტა მაღალი მინდოდა ყოფილი, არ გამხადა უფალმა, ვინა ვარ მე? საიდან მოვედი აქ? რათა ვარ ეხლა ბუშეთში რათა ვარ? რა მინდა აქ? რა ჩამოვიდო რომ ვისიამოვნო თუ რაღაცა სკმნის სამყაროში. აი ეს კითხვები რო გაუჩნდება, ის არის უმენ, ანუ ჰუმანური. ეს ალერსიკი არ არის ბავშვის მიმართ, რომ აბა კოცნო ბავშვი და არც ორენები დაუწერო და არც არაფერი. ჰუმანური პედაგოგიკა აი სულიერი დისციპლინის იმაზე დგას ღერძზე. სულიერი დისციპლინა უფრო ძლიერია, ვიდრე ფორმალური დისციპლინა. ფორმალური დისციპლინას გაულაწუნებ ყმაში, დაუყვირებ, აუგრძალავ, აი ესე კავკასიის ცარცეს წრეში მოაქცევ და გათავ და გადაადგავ ნაბიჯს. ყოფა გეტირება. ეს არის ფორმალური დისციპლინა და ასე ვცხოვრობთ ხშირად, ხო? მაგრამ არის სულ იზისო, როცა მე თვითონ ვიცი რომ ამ ზღვარს არ უნდა გადავიდე, ღმერთმა მითხრა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის შენიო. და არ მინდა ეს ზღვარი დავარღვიო. ხო? აი ეს არის ჰუმანურობა. ეხლა ხო გინდა შენი შვილი გაზარდო? აი ერთწლიანს ვლაპარაკობ 12 წლამდეო და სხვა 12 შეიძლება საკრალური აზრდა არსებობს, რომ აი დედა რო ძუძუს აწოვებს, ხო? იქ იწყება ჰუმანურობა. ეჩურჩულოს დედამ შვილო, რო გაიზრდები, 23 წელსა გახდები, აი ახლა მე შენ გხედავ, როგორი კეთილშობილი ხარ, დიცლონი ხარ, ღმერთიც აგწამს, კაცის ბედნიერება მიგავს, აი ეს ეჩურჩულოს ბავშვს. ესე კი აქ აიყუროს თან ტელევიზორს მიშერბეზე თან აქ ბავშვს ვაჭმევ, არ აჭმევ. ბავშვის კვება აზრდა. სხეულისა კი არა. აი შენ სხეულში რომ სიყვარული დუხს და ამ ადუღებულ რძესა სვამს ბავშვი. აი ეს ასულიერება, გამიგეთ? აი ეს არის საკრალური აზრდა. აი საიდან იწყება ბავშვის აზრდა, როცა მე მეუბნებოდი დედაშენ როგორ მაწვევდა ძუძუს, ან შემოუღლა როგორ აწვევდა პაატას ძუძუს, ხო? აი ვხედავდი, აი ესა საკრალური აზრდა. მე იზრდება ბავშვი და შენ რო უჩვენებ შენს კეთილშობილებას, ასეთი ხდება შენ სულიერებას, ასეთი ხდება და სხვაგვარი საზოგადოება ბავშვის აზრდელი და არა მარტო დედა და მამა. ხო? აი ესა ჰუმანურობა. ეხლა როდესმე იპოვი შენს თავში პასუხს ღმერთი, აბა ღმერთს მინდა ხელი ჩამოვართვა. ვერ იპოვე, ხო? ვერ შენ თავს შეიცნობ, ხო? მაშ რატო უნდა ვეძებო ჩემი თავი? იმიტომ რომ ამ ძებნაში რაღაცას გაიგებ. იმ თავარს ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ღმერთს ვერ ნახავ თვალით. რო დაეძებ ღმერთს, რწმენა გიძლიერდება. რომ შენ თავს აანალიზებ, მოყვას უყურებ, ხო? როგორ მოვექცი, იმიტომ რომ ჩემ თავში არ არის სიყვარული, მაშინ ამოზარდო. აი ეს არის ჰუმანური პედაგოგიკა, ძალიან ძნელი პედაგოგიკა. ძალიან ძნელი, მაგრამ თუ კაცის გაზრდა გინდა, სხვა პედაგოგიკა დღეს არ არსებობს. ეს ჩემი კი არ არის. კლასიკოსებისა, აი თქვათ გოგებაშვილს გამოვართვი ეს პედაგოგიკა. კომესკეს გამოვართვი.
რა ამ დიდ ადამიანებს და აი რაღაცნაირად ისეთი ფორმა მიეცო რომ გაგიადვილო შენს რომ ხალისეთი მიხვდა და მე უფრო გაართვიდებ ამას. აი ეპოქას რაც შეეხება ეპოქას რა ანუ სხვადასხვა მასწავლებლები სხვადასხვა ეპოქაში და დღევანდელი ეპოქა როცა მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას გულისხმობ ამ ტექნოლოგიურ კომპიუტერულ ამბავს ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი მშობლის გულისკიულს ვამბობ რა რომ როცა ბავშვები ესე აქტიურად არიან ჩაბმული ტელეფონში, ტელევიზორში, კომპიუტერში თქვენ წეღანაც ახსენეთ რომ აი დედაო თან ტელევიზორს უყურებსო როგორც ჩანს რომ მარტო შვილის გამოწვევა ეგ არ არის. ანუ ზოგადად როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ეპოქაში გულისხმობ რომ საერთოდ მოვწყვიტოთ ამ ტელეფონს და რაღაცნაირად შევეცადოთ რომ აი სულ ეზოში ფეხბურთი ითამაშოს თუ რაღაცნაირად დავაბალანსოთ რომ ეზოშიც იყოს ეს კომპიუტერი იმიტომ რომ ხო ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობ ეს კომპიუტერიც რაღაც საჭიროა რაღაც კუთხით. ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება გარემო აზრდის ერთი პირობაა. მშობელი და მე რაც გვეხმარება რა თქმა უნდა ბავშვის გაზრდაში. მაგრამ ეს გარემო იცვლება ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ან იცვლება ისე რომ ჩვენ ვერ გაგვიგია როგორ მოექცეთ ამ გარემოს რომ ჩვენი შვილის გზა არ გამრუდეს, ხო? აი ეს გარემო განსაკუთრებით გართულდა დღეს მართლაც ამდენი სანახაობანი ცვლილებადი რამდენი დღეს არის არ ჩვენს ბავშვობაში იყო და მით უმეტეს არ იყო ჩვენს ბავშვობაში ცვლილებადი, ხო? ეხლა ბევრია. ეხლა როგორ მოექცეთ ამას რომ ბავშვი არ ცვლუნდეს? არის ეგეთი ცნება დაცვითი პედაგოგიკა. დაცვითი. აი რა არის იცი? მამა ხარ ხო? შვილთან შენ როგორ ურთიერთობაში ხარ? როგორც მამა შვილი, თუ როგორც მეგობარი მეგობართან. თუ როგორც მამა შვილი, პატარა თითის დაგჭირდება. არ გააკეთო ესა ხო გაიგე? თორე მეწყინება ძალიან. დაბრუნდები სახლში და საშინაო დავალებები როგორაა? სკოლაში როგორ იყო საქმე და დაკითხვას უწყობ შვილს. ან თკბილად, ან უხეშად. ხო, მაგრამ ბავშვს დავყურებ ზემოდან. მე ვბრძანებ, შენ ასრულებ. მაგრამ შეიძლება სხვანაირად ვიცხოვროთ ბავშვთან. მეგობრები ხო ყვანან, იმათიც დაუქნებ? ვერ გაბედო, ხო, აღარ იქნება ის შენი მეგობარი. არა, ერთგულებას დაარღვევ, აღარ იქნება შენი მეგობარი. უმტყუნებ რაღაცაში, აღარაა მეგობრობა, ხო? არ გაუნაწილებ რაც გაქვს მას, რაღა მეგობარი ხარ. არა, მეგობარი ეთქნა, გობი ქონდა და ერთად ვისხედით და ყველას ის შეხვდა რაც იყო. არა? ჰუმანური პედაგოგი გეუბნება ჩვენ იცხოვრე ბავშვთან მეგობრულად. თუ მეგობრულად ცხოვრობ, მაშინ მამაჩემის მეთოდის გამოგადგება, რომ მამა მითხრა შვილო არ მოწიო სიგარეტი, ეს პაპიროსიო და მითხრა 10 წლისას და თან ფრონტზე წავიდა მოხალისედ. რა მითხრა მე დაცვითი პედაგოგიკა გამოიყენა. მამა კი წავიდა და მალე დაიღუპა. მე კი მე-4 კლასშიაც ვიყავი, მე-8-შიაც ვიყავი, მე-7 მე-8 კლასში, მე-11 უნივერსიტეტში შევედი, ჯარშიაც გამიწვიეს. ეს ის პერიოდებია, სადაც სიგარეტი უნდა მოწიო, იმიტომ რომ ყველა ეწევა. ხო? მაგრამ მე რომ მამის დარიგება მქონდა, მამას უმტყუნო თუ ამ ცნებებს გავყვე. მამას უმტყუნებდი, რო არ მყარებოდა ისა. რო არ მხსომებოდა ის. როგორი იყო ის ჩემთვის. ხო? რანაირი ერთად რო სადლებდით მუშათა სასადილოში და ყველაფერი ვიცნობდა. მამის სიტყვა ან არის ბავშვის დაცვის საშუალება როგორც ფარი ან ბავშვის დაშლის სიტყვა. აი ერთ-ერთი რთული გზა. ამიტომ მიმართოთ ახლა ამ შემთხვევაში კაცო იმეგობრეთ თქვენ შვილებთან და ნუ მოგეჩვენებთ ვიდრე რადგან მაგიდასთან ერთად შედავთ უკვე მეგობრობთ. ხო? რაგი ბავშვმა დაგიჯერო უკვე მეგობრობა, შენ თუნდაც დაუჯერო ბავშვს. ხო? აი ერთი ძნელი სიბრძნე მინდა უთხრა შენს კეთილ მსმენელებს, აბა გაუძლო ამ სიბრძნეს. მიყვარს გზას აცდენილი სიყვარულით გამოასწორო. და დაინახავ რომ თუ ამ გზით მიდიხარ, კომპიუტერსაც გობრდეც ვერ დააზიანებს, ვერც მობილური დააზიანებს მას. იმიტომ რომ თუ ამითი გაერთო ბავშვი, კი არ დაუყვირებ. მე მაქვს
სიყვარულის ჩანთა, ცნება, იქ ჩავყოფ ხელს და იქ არ იქნება ყვირილი, გაბრაზება, მუქარდა რაღაცა, იქ მოთმინება იქნება. ხო? დედის ცრემლები იქნება იქ. არა, ხვეწნა იქნება იქ, მაგალითება იქნება იქ ნიმუშების. ხო? ურთიერთობა და სულის ერთმანეთში გადადგმა იქნება. ეს ნელი გზებია, მაგრამ ესენი ამოაქვს სიყვარული და სიყვარულში არა მტრობა. აბა იცხოვრეთ ასე. მიყვარს გზასაცდენია, ბავშვი ყოველთვის გზასაცდენია, ხო? ჩვენც გზასაცდენები არა ვართ ხშირად. ისეთ რაღაცები გვინდა, რაც არ უნდა გვინდოდეს. ვაკეთებთ ისე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვიცი და ვაკეთებთ. ეს ჩვენც გამოგვადგება. ხო? მაგრამ მithumedes ბავშვი ჩაიხედე ამ სიყვარულში. გააქვს მოთმინება თუ არა? არა ყვარებია ბავშვი. არა, გააქვს სიბრძნეც თუ არა და აი ეს სიბრძნე გამოიყენო მშობლებმა. მიყვარს გზასაცდენი, სიყვარული გამოასწორო. ერთი რაღაცა მინდა დავამატო აქვე, გითხრათ რომ ჩვენ მე პირადად ვარ მოკლედ ამ კომპიუტერული სპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელი რა და რას ნიშნავს ეს ამბავი რა მოკლედ ისევე როგორც სხვა სპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი რა ასე შემდეგ, კომპიუტერული სპორტი აქვე დაგისხავთ ახალ ფიალას. კომპიუტერული სპორტი არის აღიარებული ოფიციალურ სპორტად სახელმწიფოს მიერ. ჩვენ ანუ ეს ჩვენი ფედერაცია ვცდილობთ ვამბობთ რომ ამ ტექნოლოგიურ პროგრესს წინ მაინც ვერავინ ვერ დაუდგება. ვერ დაუდგება, იგი ნამდვილია. ხო, ნამდვილია და ისედაც ბავშვი თამაშობს. მოდი თუ მაინც თამაშობს, ჩვენ მოვიყვანოთ ჩვენთან, შევქმნათ კარგი პირობები, აუხსნათ რომ ზედმეტი თამაში მავნებელია, ღამეების თენება მავნებელია, ვავარჯიშოთ და თუ ის ამ ყველაფერს ყურადღებით მოусმენს, მოკლედ, თუ კარგად გაიგებს, შეიძლება თუ შენ სიყვარულითა და განცდით უხსნი, რა თქმა უნდა, თანაგრძნობით უსხს. მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა. მას შეუძლია კონდეს სრულფასოვანი სპორტული კარიერა. თავისი თქვათ ხელფასით შეუძლია ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდეს, წავიდეს თქვათ სხვა ქვეყნებში საქართველოს სახელით ითამაშოს და ასე შემდეგ რა. აი როგორ უყურებთ მოკლედ ვთანხმდებით რომ სწორი გზა გვაქვს ჩვენ არჩეული? ძალიან, იმიტომ რომ მართლაც ვერაფერ დაუდგება. ეხლა ვინმე რომ ვითხრათ, მე ხო აღარ ვაწობ სამელნეში კალმისტარზე ისევ წერ, ხო? მე შემოვიდა ეს და ახლა კომპიუტერზე წერ პირდაპირ. ეხლა ამას რა უთხრა, არ კომპიუტერი რატო შემოვიდა მეთქი? მე შემოვა სხვა და კიდევ სხვა. როგორც მე მოესწარი. აი ასეთ არქაულ რაღაცა წერის მოწყობილებას და ამ ეპოქაში შემოვედი, ესევე შეხვალ ეს კომპიუტერი არქაული გახდება რაღაცა დროს, მოვა სხვა. თუ და მოვიდეს სხვა. ეს რომ საბოლოო ის არ არის. ამრიგად კულტურა გვინდა ბავშვს გამოუშავოთ ტექნიკის მიმართ. ტექნიკა მოვა, მაგრამ მე ვზომავ რა მავითარებს მე ჩემი სულით. გამოიყენებ რა თქმა უნდა. როგორ კაცო, თვითმფრინავით არ ვიფრინო, სადაც მეჩქარება, რა ურემზე დავჯდე? ხო? რაკეტა შემოვარდა, რაკეტით არ გავფრინდე, მე ამ წელს კაცი გავფრინდები რაკეტით, თუ კი მინდა იქ წასვლა, ოღონდ ჩქარა მივიდე. არ ვისარგებლო, ტექნიკა მოვა, მაგრამ კულტურა. აი მობილური მიჭირავს ხელში და მამამთანაც მითხრა, შვილო, კი, აი ხო გიყიდე მე შენ ეს. აგერ კომპიუტერის დაგიდგი მე შენ. ხო, გაქვს. ეს ასია, ტექნიკა ასეთია, მაგრამ იცოდე, აი ამ კომპიუტერში კარგიც არის და ცუდიც არის. აი ესე გეხვეწები, აი ცუდს ნუ ნახავ რა. იმიტომ რომ ცუდება ცუდი ჩააწყეს, კარგებმა კარგი ჩააწყეს, ნუ შეიჭყიდები იქითკენ. და ვეტყვი კიდევ, ამან გატაცება იც თუ გაგიტაც ამან. შენი აი ეს სფერო და აი ეს სფერო დაიცლება. იმაში განვითარდება და ის ცხოვრება, იმას ცხოვრება არ მოაქვს. ამიტომ ინებივრე იქ, მაგრამ აი ზომა აქ გადის, იცი? გეხვეწები აბარა, გეხვეწები. ხო, ბევრი მეთოდი აქვს ჰუმანურ პედაგოგიკას გარდა ამისა, რომ ბავშვს კულტურისკენ მიმართო ბავშვი. ამრიგად, რაც არ უნდა ტექნიკა შემოვიდეს, თუ ბავშვი მე დიდ სულენება აღზარდე, თუ ბავშვი აღზარდე კეთილშობილება, ის უკვე თვითონ შექმნის თავის კულტურას ტექნიკასთან ურთიერთობისა. ჩვენ ახლა ტექნიკას ვასვათ, არის კომპიუტერის
გაკვეთილები. ხო? კომპიუტერულ სპორტი არსებობს როგორც და ან სპორტი. ფეხბურთი ხო არის თქვა მოედანზე თამაშობენ. არის რომ აქაც თამაშობენ ფეხბურთს. რომ არის ტექნიკა, ეს სპორტი, ხო? იქ აგრეს სიტყვები მითხრა რომ ასე უხსნით ბავშვსო და თანაც სიყვარული ზღუნით უხსნით. ხო? ეს პედაგოგიკაა. მაგრამ კომპიუტერის მასწავლებელი სკოლაში თუ ასწავლის იმას როგორც სწრაფად ამოიღოს და როგორც სწრაფად შეიჭრას და მე შეიძლება ჰაკერი გახდეს, ხო? თუ ამას ასწავლის, ეს მასწავლებელი არ გვინდა ჩვენ სკოლაში. მაგრამ თუ იქ ეუბნება, რომ იცი რა არის, მოდი რა ადამიანები ვიყოთ, ქართველები არა ვართ, კაცო. ქართველებს ძმის სიყვარული აქვს, ერთგულება აქვს, მოთმინება აქვს, სილამაზის განცდა აქვს, სიმღერა და სხვა. აი ესენი მონახი აქ და სწრაფად მოუნახოთ, სპორტულად მოუნახოთ. აი ეს იქნება სულიერი გაკვეთილი. გასაგებია. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან საინტერესო საუბარია და შეიძლება უსასრულოდაც გაგრძელდეს. უბრალოდ აქ მოდი ამ ეტაპზე დავასრულო და მე დიდი სიამოვნებით კიდე, რა ვიცი, თუ მიმიღებთ სტუმრად აუცილებლად. მე კეთილი გზა მოგწევთ ბუშეთშიაც და ცხოვრებაში საერთოდ. უღრმესი მადლობა, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ. მადლობა და ჩვენს გამომწერებს, ჩვენს მაყურებლებს მინდა მადლობა უთხრა, რომ აირჩიეს ეს ვიდეო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მაყურებელსაც დავამშვიდობებ. გაიხარეთ.